ამჯობამ, მოგონთ აი ამ ვიდეოში ავიღებთ აი ამ კადრს, რომელიც გავაკეთეთ წინა ვიდეოში და გადავაგზავნოთ ბევრ სწრაფ კადრად, რომელიც იქნება უკეთესი, პროპელერი რა თქმა უნდა წყალში ექნება, მაგრამ ის ელექტროობა გვჭირდება და ელექტროობა ისევ აი აქედან წამოვა. არა, მაქედან არ წამოვა და ეხლა იხსნით რატომ. მოკლედ ეგ ძრავი რო ამოსულიყო, უბრალოდ ისე რომ გამოსულიყო როგორც მე მინდოდა. გამოვიდოდა რა. და მართლა კარგი იქნებოდა რა, მაგრამ ამ ძრავს არ ეხსნება სპინიონი. ან რაღაც პრობლემა აქვს რა ქარხმულად. და შესაბამისად მომწია რომ გიარბოქსი შემექმნა. ხო, მე და გიარბოქსები ახალი ნაცნობები ვარ და არ ქონდა კაი ურთიერთობა რა. დავდექი და ავაწყე ეს გიარბოქსი, იმუშავა კარგად ბენჩზე მაგიდაზე, ჩავრთე, გავტესტე, იმუშავა, განაერთხელ რამდენჯერმე რა, ისე მიხარდა. მე ავდი კადრში ჩავდევი და როგორც კადრში ჩავდევი, აი ხო მუშაობდა მანამდე. მე მაჩერდა, აღარ მუშაობდა, მორჩა რა. ამიტომ გადავწყვიტე ძალიან ბევრი გიარბოქსი მსვლელობის მერე, რომ გიარბოქსები აღარ მინდოდა და ავიღე ნაღდი ძრავი და ის ჩავდე. უბრალოდ ახალი ძრავი, ახალი გამოწერი და ის ჩავდე. Yes. ძლივს ამოვიღე. ძლივს ამოვიღე ეს მატორი და კოლეჯა გიარბოქსი მზად არის უკვე. აი აქ. ეს არის ჩვენი სიჩქარის კოლოფი. ნუ, ეხლა გავტესტოთ ძრავი. აი პულტი იმედია ისევ რაღაცა არ აფეთქება. პირდაპირ ჩემს სახით არ წამოვა და 1 2 3 გახარებული გადავედი ტანის დაპრინტვაზე, სანამ გავიგებდი რომ ტანს ჩავდები და მე მომიწევდა ახალი ძრავის გამოწერა, რადგან ეს ძრავი არ მუშაობდა რაღაცა. დაიბრინდა ტანი, შემდეგ უკვე შპაკლი ქვია ამას წავუსვამ, შემდეგ წყალგამომტარი ხდება, რადგან 2 ადგილას მაქვს დაწევებული და მინდა რომ მაქსიმალურად წყალგამომტარი იყოს აპროვანი მე მაგან არ შემიქმნას. რაც მშვენივრად გამომივიდა სიმართლე მინდა გითხრათ პირველი ლეცრაზე ხო არა იქ არ დაიჯეროთ პირველი ლეცრაზე არ გამომცვლია მოკლედ რამდენჯერ მოცადე და რაღაც 3ჯერ მომიწია გადატარება რომ სმუზი გამختارიყო იდეაში 2ჯერ გადავატარე და ანუ მე ავდექი და შევღებე რა რაც არ უნდა მექნა იმიტომ რომ საკმარისად სმუზი არ იყო და საღებავსას დაეტყო და მე მეხვდი ეს კატაც მეხმარებოდა ამ ყველაფერში რა თქმა უნდა და ეს არის ჩემი ძრავის სამაგრის დიზაინი. ხო, ალბათ იტყვით ასე რატო გადმოხდი, იმიტომ რომ ანუ უკვე ტანი გავაკეთე და ვფიქრობდი რომ ანუ ძრავი დამაგრებინა რა. და ესე ჩვენი ძრავი სამაგრი, რომელიც ეპოქსიდის დამაგრე, მან მაგრე გავრისკე. და ბუმ. ხო, ეხლა უკვე კაბელების დროა. კაბელების სოლდერინგი, რაც არ გამომივიდა ეგრევე 15 წუთი წავედი რომ 2 კაბელი მიმაგრებინა, რასაც ალბათ ნორმალური ტიპი იზავდა რაღაცა 3 წუთში, 3 წუთს ბევრია. ანუ ხო რა, ხო ხდება. 2 კაბელი იყო უბრალოდ მისადუღებელია. მაგრამ ვსწავლობთ, ნელა ვსწავლობთ. აქ უკვე დიზაინი გავაკეთე ტანის, ხუფის უბრალოდ რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციას ითავსებს, მაგალითად აქვს კამები, შემიძლია skilled ტიპები დავსვა მან, ასევე აქვს კამერის სამაგრი, რომლიდანაც ვიდეოს ნახავთ ამ ვიდეოში და ეს არის უკვე დაპრინტული. ეს ნახევარი დავპრინტე ერთი მასზე და ის დანარჩენი ერთი ნაწილი დავპრინტე მეორე პრინტინგის დროს რა. და რავი, საკმაოდ კარგი გამოვიდა. გავაკეთე პატარა ინფილდ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არ ჭირდებოდა რა ამას ბევრი მაინც არაფერს არ ჭირდება, პროსტა ხურავს რომ წყალი არ ჩავიდეს რა ეგრევე. და სხვა შორის კარგად იმუშავა ჩემმა იდეამ რა. არ მინდოდა გახვიდე ამ ხუფის, იმიტომ რომ გახვიდე პლასმას მე მარტივად ფუჭდება და ანუ ხუფს რო გახვიდავდი სიტყვაზე რა. და ანუ შურვებს რო გაუშვებდი მე ის ამოსაღები იქნებოდა ყოველ დახურვაზე რა, რაც ჯერ დამღლელია და მე კიდე პლასმას რაღაც დროს იმას იზა უკვე გააფუჭები მოხდი და მე აღარ დაიჭერს რა. ხო და ჩემი იდეა იყო რომ ეს 2 წინა და უკანა ხუფები ყოფილიყო როგორც შეკეთების დროს გამოსაყენებელი
რასაც დავაწევდი ორმაგის კოჩი და მშვენივრად იმუშავა, წყალიც არ შეასულა ბევრი, რაღაც წვეთები ჩავიდა ბოლოს. და ეგეც მე ვნახე ვიდეოს გადაღების შემდეგ რა. შუა ნაწილი კიდე hot swap-ით იქნება, ანუ მარტივად ამოდის და ჩადის, რომ ელემენტები სწრაფად შევცვალოთ რა. ეს არის მთელი ამის იდეა, ფიქრობ რომ ინდუსტრია ამაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ მე მოვიფიქრე და აქ უკვე საღებავებს ვაფლექსავებ იდეაში. თეთრი და შავად უნდა შევღებო, მაგრამ ეს ორი ბალონი არ მეყო, იმიტომ რომ ჩემი შეღებვის ტექნოლოგია ძალიან განსაკუთრებულია რა. ერთ ბალონს ვაცლდი ეგრევე წამებში. ეს იმიტომ რომ ტექნიკა არ ვიცოდი. შემდეგ YouTube-ის ტუტორიალებით ვისწავლე ყველაფერი და ისე გავაკეთე რა. და რა ვიცი, ცოტა საათილოც არის მაგის ნახვა. და ამას აქვს 10x სპიდი რა ახლა. და ანუ ყველა საცილო ნაწილი ის არის რომ ამდენი ხობე ჩალიჩე რომ შემეღება, თან ორი ბალონი დევს, მანდ ორივე თეთრია ხო ხედავთ? და წაიქცა და თავიდან მომიწია შეღება რა. მომწი დღე არა ნათელი მზე, იმიტომ რომ დღეს გადაღების დღეა. მოკლედ. აი აქ მოკეთებ ნახვეტებისთვის. პატარა რაღაცას, რასაც მე უკან მივადებ და ნახვეტებს მაგითი დავადებ, ისევ, იმიტომ რომ თავისი ნახვეტები შემთხვევით დავფარე, როცა შპაკს ვიყენებდი, რადგან ბეგინერი ვარ და მწყემი ვარ და ძალიან დეგლოვები ვქენი. აგერ მაქვს ხაღავდის კოჩი, რომელსაც გამოვიყენებ, რომ მოვნიშნო ხაზები, რომელსაც თეთრად დავტოვებ, ფიქრობ, რომ შუაში დავუტოვო ერთი თეთრი ხაზი რამაზად და აქ არის ჩვენი კატერიც. თეთრია და ძალიან კაი ვიზუალი აქვს. ელექტროობა თითქმის ყველაფერი ამოვირე. სანამ შევღებავდი. შეიძლება გენახათ ეგ ნაწილი, არ მაქვს გადავიღო თუ არა. ხო და ელექტროობა ამოვიღე, მხოლოდ ძრავიდევ შიგნით, დანარჩენი არაფერი. სანამ ვღებავთ და მე ისევ ჩავდები, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის. ორ კაბელს შეაერთებ და ნაკლები რისკი გაქვს. ამიტომ გირჩევთ იგივე გააკეთოთ და რაც შეიძლება რისკები შეამციროთ, როცა რაღაცებს აკეთებთ, იმიტომ რომ არ ღირსიები. Impurity, what's prism underwater? Do. Woba. Do. Dun. აქ აღმოაჩინე რომ აბსტრაქტული დიზაინი უფრო მიზიდავდა ვიდრე ჩვეულებრივი თეთრი ხაზი და შავი ტანი. და მგონი ბევრად ლამაზია ეს. ელექტროობის ჩაცმის ვიდეოს გადაღება დამავიწყდა, მაგრამ აქ უკვე ტესტავ ელექტროობას, ძრავს დამოხობის სისტემას, რაც კარგად წავიდა. აუში ისევ სალამი ხალხს ყვებით მერე კატერი მოჩაცლივს. იმენა ძლივს. ყველაფერი დაუმაგრე და ეხლა მიდივართ გასატესტად მე და ბატონი ცოტნე ისევ რა. უიდა. იო მოვედი. აუ სადღაც. არჩი ხალხო მოვედი ძლივს. დავტესტავ კატერს 800-ია. ლამაზი წყალი, ბაყაყები ცავსე, ბაყაყებს დღეს წიოკი ექნებათ მოეჭველი. იმიტომ რომ ამნაირი რაღაცა არ ექნება თანახი. კატერი. ასორი. არჩი საინტერესოა რა. და თუ აი ამ კატერმა გაქაჩა, როგორც მე მინდა იქცე. შემდეგ ვიდეოში შეიძლება ამაზე წყლის იარაღი დავაყენოთ და წყალს ვიღაცებს ვიღადავთ. და მაგიტო ადექით დალაიქეთ ეს ვიდეო, არხი გამოვიწერთ, ავიდეთ 1000 გამომწერზე. 1000 გამომწერზე 45-დან ერთ ვიდეოში 45 შეწერით და რა მადლობა მაგისგან. მართლა 100 გამომწერზე რა ვიდე ამ ვიდეოს მე იმენა გამოვშტერდები რა. და მე 1000 გამომწერზე რა ვიდე ვაფშე გადავშტერდები. მაგიტომ მიდით ახლა ჩადით, დალაიქეთ, დააკომენტარეთ, დაასაბსკრაიბეთ ყველაფერი. მოკლედ რა, გადამღები კატერის და პირველი კატერის ძალიან მაგარია. ანუ პირველი რა, მეორე კატერის ჩემი. მაგრამ ბრაშლეს რауზე შეიძლება გადავიყვანო. გონი მარჯვნივა. მოდი მოვატრიალო, იმიტომ რომ არ ვსვათ ქენად. აუ. ნამეტანი ჩქარია ხა წინასთვის. ხედავთ, ეს სიტყვა არ გაიგია წინაზე.
Impurity. What's prism underwater? Do 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 do. Wooba wooba wooba. Do. Dun 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 dun. Wooba 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 wooba. Wooba 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 wooba. Drink dun 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 dun. Che. Wooba 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 wooba. Wooba 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 wooba. Wooba 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 wooba. რო უჭირს რა, იმიტომ რომ ხოგი ეძება და რაღაც. ეგ კაიცაა და ცუდიცაა პანი, მაგრამ რა. Nice mountain. არ დამჯირა. დაჯრა. აი, რაც გვაქვს. ვიდეო გვაქვს კატერინამ, თავარია. ეხლა კამერას მოხსნა ისევ კატერინამ კამერას საიტენება. და კიდე გადავიღებ კატერინიდან ვიდეოს რა. შემდეგ ვიდეოებში შედით იმის ხარისხს გავსვდი პირდებით, იმიტომ რომ რაღაცები უკვე მივხვდი რანაირად უნდა ვქნა, აქ ცოტა რაღაც ნაწილები ვერ გადავიღე, მაგრამ შემდეგ ვიდეოებში გადავიღებ ყველაფერს რა. იმიტომ რომ ეხლა მივწავ და რაღაცა არ მინდა რომ ვანახო როგორ ვწვალობ და იმენა ვკვდები რომ ერთი პატარა ნაწილი ავიღო. Ella. Sicari ara. Sono già insieme. Ma normalmente ra. Hala, mazza saçıyor şimdi. უეჭველი შევარდა ისევ ელემენტი. Actually, მაგალითად შემოვიფიქრე, რომ ელემენტი ერთგვარად საბიჭირო. ეგ მსავათია. დიზაინის ცოტა ვეები ჩამოღებია გასწავლები, რა. მოკლედ პროპელერებზე მოვიწევს ისევ ექსპერიმენტების გაკეთება. ელემენტის სამაგერც უნდა მოვიფიქრო, იმიტომ რომ წინ მაქვს ჰაერის რაღაც პატარა კუთხესავი დატოვებული და იქ ვარდება ელემენტი და მე მიჭირს რა, რომ მოვხდი, იმიტომ რომ ნახეთ ეხა. ნახეთ ეხა მე არ ვიქნე და თავის ცოტა იქით მიდის რა. ეს ელემენტის გადავარდნის რა. ეგ პრობლემაც მარტივი მოსაგვარებელია იდეაში. რაღაც პუთი გაუკეთებ შეგნეს, რომელიც ჩავაგდებ და მე მატერიალს მოყავ. და მე მან ჩავდა ელემენტს ხომ რა. და ბევრი კეთილი იქნება, მაგრამ მე ხალხი. ორი წამი.
რატო არ ტრიალებს რა? აუ. ო. სამაგრმა მოიშვა. ეგ შეგნით იქნება ვიპოვი. მაგრამ აქვე გავაკეთე, იმიტომ რომ ეგ ნაწილი არ წამომიდია რა. მაგრამ ამას გავაკეთებ და პრობლემა არ აქვს. იგივეა, ანუ პროსტა შავთან გადამყვანმა მოიშვა, რომელიც არის ერთ-ერთი საჭირო ნაწილი, რომ ატრიალოს ეს პრობელეა. თუ არ და სხვანაირად არ იტრიალებს. გასართობი იყო დღევანდელი ვიდეო ნამდვილად. რაღაცებს გავაკეთეთ, საინტერესოა. მაგრამ შემდეგ ვიდეოში ფიქრობ რა პროექტი დავიწყო. დაწერთ კომენტარებში თქვენი იდეები, ფიქრობ თუ თვითმხილავი დავიწყო. ან კატერებს მივაწვე ისო, მაგრამ არ მინდა, იმიტომ რომ უკვე ხედავთ სამდე მოვედი და უკვე მომწონს რა ეს. შემიძლია ეს პრობლემები გამოასწრო რაღაც 2 პრინტში და მორჩება რა. რაღაც 2 საათს ამოვიან 3-ს. და უკვე მომწონს რა. ჰობი კატერი მყავს, ასწორებს. შემდეგ ვიდეოში დაწერთ რა გადავიღო და გამოგზავნეთ აი ყველა იდეა რაც მოგაქცევათ, იმიტომ რომ მაინტერესებს რა მართლა და დაწერთ რა გამოასწორო და რა ნაწილები გაინტერესებთ უფრო მეტად გადაღებაში რა. მაგალითად აწყობა თუ გატესტო. Peace.